მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ერთის ეთქულ ნაკურებელს. სულიერ გუცველად მე და ყველასა დიდი მადლობა გადავუხადო ნატალადევის გამგეობას, თან ნატალადევის გამგებელს და მის თანამშრომლებს კოლეგებს. იქიდან გავუდინე, რომ თემი მიმართული ჩემი თხოვნები გაითვალისწინეს და წიგნაურის ბაღში, ეგრეთ წოდებული მეტყონის ბაღში დადგეს ნაგუსურნები თავიდან იყო ბატონო, მაგრამ უგნურმა საზოგადოებამ ბუდიში ცენტრის დაგვედინია დაუტირა, მოფრთხილება რო არ ეციან ეს იმის ბრალია, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლად ყველაზე არ მოგსაუბარ, მაგრამ სამწყო ძალიან ბევრი უგნური ადამიანი და მართლა ძალიან მიგუსადიდებიან ესეთ კატეგორია ელემენტარულ კულტურულ ვარ გააჩნიათ არასაჩიან ნაგუსურნებს. მაგაზე ხო აღარა მაქვს საუბარი, ელემენტარული ორნაბიძე არიან, ნაგუსურნა სიგარეტს ეწევიან და არ მიგდენ და არ ჩააგდებენ და ადგებიან ისვრიან და კარი ბიჭობა, კაი ბიჭობა გონიათ ესეთ ადამიანებისგან არ მიგვეს ესეთი თავხედობა. სულიერ გულწრფელად მიმართავ ესეთ უგნურ საზოგადოებას, რომ ისწავლეთ ეს ელემენტარული კულტურა, ელემენტარული შეგნება მაინც იქონიეთ და გაუფრთხილეთ. რაც კეთდება და მართალია, ბევრი რამე კიდე გასაკეთებია, რაც კეთდება იმასაც გაუფრთხილეთ. ჩვენსაც ჩვენ თუ არ ვისვით ქალბატონები და ბატონები პატივი მეწმდეთ, არც ერთი ერისა და ქვეყნის წარმომადგენელი არ აცემს. არ ჩვენ კულტურას პატივს, არ ჩვენ მიწაწყალს პატივს, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. მებაიბოძონ და იქონიონ პატივცემა ჩვენი ერისა და ქვეყნის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ყოველსა ჩვენ უნდა ვცეთ ჩვენს ერსა და ქვეყანას პატივი და ჩვენ უნდა დავიცვას თუნდაც ელემენტარული კულტურა. ისურვებს წარმატებებს უფალი იყოს თვითონ ჩვენთან განათავაროთ. ამინ. მეგობრებო, ეს გეუბნებით, როდესაც ადამიანი გულწრფელად რაღაცას მოინდომს, ყოველთვის მიახსოვს. რამდენი ხანია ვითხოვდი ციკლაურის ბაღში რეპორტაჟებისამაც გაკეთებული, ნაგუსურნები არ იყო. მოკლედ მივახციე შედეგს, მერია დადგა, ოღონდ ერთი მართლა გულწრფელი საცხო არ იმაქვს. ახლა, რასაც ვაკვირდები საზოგადოების უმრავლესობას, მე მგონი ნელ-ნელა სწავლობენ ის უგნურები, ვინც იყვნენ და ვინც არ უფრთხილებოდნენ ჩვენს ნივთებს, რასაც აკეთებენ, რა მოდი გულახდილად მიყვარს ყოველთვის საუბარი, არავით არ ინტრიგნობა და ეს არ არჩევს სარედაქციო პოლიტიკაში გავრცელებ იმ პრობლემებს, იმ საკითხებს და იმ დადებით ხარეებსაც, რაც კეთდება და რაც არ კეთდება ერთი სიტყვით. და ასე რომ თეჭყალობით მე მგონი ბაძავენ შეგნებულ საზოგადოებას, ის უგნური საზოგადოებას, რომ იქონიონ ელემენტარული ცდილობა კულტურა აღარ დაანაგვიანონ, არ გააფუჭონ ნაგუსურნები, არ დააზიანონ და ნებაიბოძონ უგნურმა საზოგადოებამ და ესე ადგენენ და ნაგუსურნაში ჩააგდონ თავისი დარჩენილი ნაგავი, ეგრე რომ ვთქვათ, ედოქში რა და ეს სიამოვნებს დედებს ვარ დარწმუნებული ყველა შეგნებულ საზოგადოებას სიამოვნებს, როდესაც რაღაცა დადებით იკეთდება ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, საქართველოში. ჩვენ თუ არ მოვუფრთხილებით ჩვენს დედაბუნებას, ბატონ დავითაძეს დიდ პატივს ავცემ, აკეთებს რეპორტაჟებს, ალელად გულწრფელად მოუწოდებს საზოგადოებას და ერთმანეთს შეძლებს დაგვერჩი უდგევათ ამ სარედაქციო პოლიტიკაში ერთადზევათ, რომ უგნურ საზოგადოებას ვასწავლოთ ელემენტარული ცდილობა მაინც. შეგნებულ საზოგადოებაზე ხო არ მაქვს საუბარი, გენაცვალეთ გულსა-გასვაში. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, გაუფრთხილეთ რა, რაც კეთდება და დავაფასოთ ერთმანეთი.